ინვიტრო განაყოფიერების დროს ბუნებრივია რომ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები, როგორ ხდება ეს ყველაფერი, რამდენად დაცული არის პროცესი. იქნებ ჩემი ბიოლოგიური მასალას ხვიცაში აერიათ. მოდით ახლა შევიდეთ ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში და განახებთ თუ როგორ ვიცავთ პაციენტების ბიოლოგიურ მასალებს რეპროვარტში. რეპროვარტში ინვიტრო განაყოფიერების ყველა ეტაპზე სამუშაო პროცესს უწყვეტად აკვირდება და აკონტროლებს RI witness-ი, უსაფრთხოების მსოფლიო სტანდარტი. რა არის RI witness-ი და როგორ მუშაობს ის? RI witness-ი არის ჭკვიანი სისტემა, რომელიც პაციენტების იდენტიფიკაციასა და მათი ბიოლოგიური მასალების სრულ ელექტრონულ მონიტორინგს უზრუნველყოფს. პირველ რიგში კლინიკაში მოსვლისთანავე პაციენტს ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი და გადაეცემა სპეციალური ID ბარათი. ეს ID კოდი გენერირდება ელექტრონულად და მისი შეცვლა, ჩასწორება ან შემთხვევით დუბლირება არის შეუძლებელი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ორ პაციენტს ერთნაირი სახელი და გვარი აქვთ, მათი ID კოდი ვერ განმეორდება. ეს უნიკალური კოდი პაციენტის და მისი ბიოლოგიური მასალების თანმდევი არის ყველა პროცედურის განმავლობაში. მოდით ახლა ვნახოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. პაციენტის ბარათს ვათავსებთ სპეციალურ წამკითხველში, რის შემდეგაც მონიტორზე გამოჩნდება მისი სახელი, გვარი და უნიკალური კოდი. ყველა ჭურჭელს, რომელიც ინვიტრო განაყოფიერების პროცედურებში გამოიყენება, აქვს სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილია პაციენტის სწორედ ეს უნიკალური კოდი. დაუშვათ ამ ჭურჭელში არის პაციენტის კვერცხუჯრედები, ხოლო ამაში მისი პარტნიორის სპერმა. RI witness-ი ამოწმებს ID სტიკერებს ამ ჭურჭლებზე, რათა დაადასტუროს, რომ წყვილის ნიმუშები ერთმანეთს ემთხვევა. თუ სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება ჭურჭელი სხვა პაციენტის მასალით, სისტემა ამოიცნობს მას და იწყებს ხმოვან განგარს. ემბრიოლოგი კი წყვეტს მუშაობას. როგორც ხედავთ, RI witness-ი არის დამატებითი უსაფრთხოება, რომელიც არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ ჩვენს ემბრიოლოგებსაც გვმატებს, სიმშვიდებს და გვიმსუბუქებს სტრესს, რომელიც თან ახლავს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.